ვიცი უბრალოდ აი ამ ყველაფერს ახსნა თუ აქვს საერთოდ რაიმე მართლა წარმოუდგენელია ჩემთვის, იმიტომ რომ ერთადერთი კომუნიკაცია, რომელიც მე დავით გამყრელიძესთან მქონდა, იყო მის შემდეგ, რაც ნიკამ მითხრა, რომ ის იყო შემოსული. მაშინ გავარკვიე ნომერი და მაშინ დავუკავშირდი თუ რა ხდებოდა და რაში იყო საქმე. მანამდე მე ამ ადამიანთან საერთოდ კომუნიკაცია არ მქონია. დავაზუსტე ნიკას მშობლებთან თუ მათაც შეიძლება მათთან ქონოდა კომუნიკაცია და მათაც მითხრეს რომ არაო არანაირი კომუნიკაცია არ მქონიაო და საერთოდ არ იყვნენ ინფორმირებული ამ საკითხთან დაკავშირებით და სრულიად ამორალური იყო ეს ყველაფერი და მან რომ დაუწყო დარწმუნება რომ შეეწყვიტა შიმშილობა და პლუს ამას რომ საპროცესო გაეფორმებინა და ის უზრუნველყოფდა ამ ყველაფერს ცდილობდა ჩემზეც იგივე ხერხის გამოყენებას და თქვენს გარწმუნებდა მეც გარწმუნებდა იმ ფაქტში თუ რატომ იყო საპროცესო კარგი უბრალოდ წარმოუდგენელი იყო ჩემთვის ამაში დარწმუნება იმიტომ რომ ნიკასთან გაფორმებული საპროცესო პირდაპირ პროპორციულია ყველასთან ნიკას აღიარება უდრის ყველას აღიარებას და ფაქტობრივად ეს შეუძლებელი რაღაცა იქნებოდა. ხელი უნდა დაედო სხვებისთვის. ლიკაც საუბრობდა ერთ-ერთ ინტერვიუში იმაზე, რომ ეს უკვე ძალიან ცნობილი ამბავია, რომ აიძულებენ დაკითხვების დროს პოლიტიკურ ლიდერებს და ადონ ხელი ან ვიღაც სხვა დაჭერილებს, სხვა ადამიანებს და ამაზე უარი მიიღო ნიკასგან, ხო? ნიკასგან მიიღო პირდაპირ უარი, რა თქმა უნდა. და შემდეგ ჩემ დარწმუნებას ცდილობდა, რადგან მე თვითონ დაუკავშირდი, ვერ გავიგე უბრალოდ რატო ცდილობდა ნიკას დარწმუნებას, შემდეგ მე გამოვხატე ინიციატივა თუ რატომ იყო შესული და რის დარწმუნებას ცდილობდა და მანაც დაიწყო ჩემი დარწმუნება თუ რატო იყო კარგი საპროცესო და რას გეუბნებოდათ, აი რატო? საპროცესო კარგი არის, რომ თავარი არის, რომ გამოუშვან ბიჭები, ხოლო შემდეგ უკვე მეორე ხარისხოვანია, მე შეგიძლიათ გაასაჩივროთ. ესეთი ტექსტი იყო მისი. და სრულიად ამორალური არის ეს ყველაფერი და წარმოუდგენელი არის უბრალოდ აღიარებითი ჩვენება, რისი აღიარება, რაც მას არ ჩაუდენია?